მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებელი აკრედიტაციის გარეშე იწყებს თავის მუშაობას. მოვედით ამომრჩეველთა ლიგაში. იცით ჩემი სიზუსტე გარდაკარების მიმართ და გარდაკარს ატარებს გაზეთების კომისია, რომელიც მე არ მომწონს. თუ როგორ მუშაობს გაზეთების რა ვერსჯი. არის ოცნების გარდაკარი და არის ლიგაც ატარებს. ხო და აი ამომრჩეველთა ლიგაში მოვედით. კლინკლუნ. კლინკლუნ. გამარჯობა კოკა. აი, კოკა გუნცაძე, თქვენი სახელი? ხართ ამომრჩეველთა სიაში? დარწმუნებული ხარ? ხო, აბა როგორ არის? რა ნომერია, აბა? ერთი წუთით რა ნომერია? არ გაინძრეთ, არ გაინძრეთ. 98 23 91. 98 23 91. ცხელი ხაზისთვის ძალიან რთული ნომერია. მარტივი ვერ აიღეთ? მაიცა? ბევრი ზარი შემოგვიყვება. 0 3 2 2 98 23 91. წავიდა. გამარჯობათ, მე ვარ სიაში, როგორ შევამოწმო? ანუ რა მონაცემები უნდა ჩაწეროთ? შალვა რამიშვილი. იმიტაცია რა. უჩენიერი. იქით გავიდეთ, თვითონ იქიდან ველაპარაკე. ხო, მერე? თქვენი კოორდინატები საკონტაქტო 599 5 4 აქ კარგი ბატონშავა მიღებულია თქვენი და რა დამირეკავენ თუ რა სიზავენ? უცილებლად დაგირეკავენ. კაი, არასი. ანუ კოკა ეს რა არის? ანუ დამირეკავენ, ხო? რა პრობლემა თუ ხო? და იწევს ყველა პრობლემას. ეს არის ჩვენი ქალაქის ორგანიზაცია, რომელიც გამარჯობათ. აზო და გამარჯობა. აქ ინახება ჩვენი რაიონული ოფისების კოორდინაცია და მართვა. კოორდინაციას რას ეძახით? საველე სამუშაოების ორგანიზებას უკეთებს რაიონული ოფისი. ეხლა ჩვენ აქ უნდა წავალთ ადგილობრივ ოფისებში და იქ ვნახოთ როგორ გეკეთება ეს. გამარჯობათ. ჩვენი თეონა, რომელიც კლიპებს ვიკეთებს. თეონა გიკეთებს კლიპებს? თქვათ მუშაობს კლიპებზე. შენ ახლა კლიპების გამკეთებელი? უცხოეთში 77, მიწერილი 306, გარდაცვლილი 22, 68 მისამართი არ არსებობს. აქ რა არის? ნახე რა მაგარია. პატიოა რაღაც, აი. შადრევანი რატო არ მიშას არ გევასება და შადრევანი იმიტომ არ აგებ, ხო? მართლა რატო არ არის შადრევანი? არ გჭირდება. როგორ არ გჭირდებათ? თუ კარგად მოიქცევით შადრევანს ჩაგირთავენ, ხო? ლოჯისტიკა არის ჩვენი პრეზიდივანი. შადრევანს როდის ჩართავენ? პრეზიდივანო. კარგად რომ მოიქცევით მე. მოკლედ მე რამოდენიმე შეკითხვა მინდა რომ გავაზუსტო. პირველი მიწავალ თუ არა, ჯგუფს გავყვებით თუ არა? აუცილებლად. კი ბატონო, ვნახავთ შენს და გვაინტერესებს ახლა მიმართებაში კაციტადის კომისიის წევრები იყვნენ თუ არა, იქ სადაც დადიხართ. მე გააქრა მონაცემი თუ მე ვილაპარაკო. შევთავაზო 2-3 ვარიანტი გაგრძელების. შეგვიძლია ჩვენ გადავიღოთ და ვნახოთ როგორ მუშაობენ ოფისებში, რეგისტრატორი და შტაბი. მე გავიდეთ ველზე და ვნახოთ თუ რა ვითარება ამერიკასთან დაკავშირებით და შემდეგ ანალიტიკური ცენტრის როგორ შეყავს ეს მონაცემები. წამო ველზე გავიდეთ. ყველგან გავიდეთ. წავედით, კი ბატონო. ჩვენ მოვედით საათ კოკა? ის ოფისში. აუ თქვენ ახლა ოფისის. ეხლა ვარ ამურევიშვილი. თქვენ სახელი? ამურევიშვილი. ამურ? დიახ. რა არის ეროსი, ამური რა? აი, ეხლა გეკეთები არ დინა. დაიწყო. აბა რა ხდება ქალბატონებო? მოგაკითხეთ? ვერ დაგიჭერენ ჯერ და მე ყველას დაგვიჭერენ. თუ წავაგეთ, მაგრამ არ უნდა წავაგოთ. რა არის? ანუ ეს რა? მე 70 ბატონო, არჩევნებანია, რომელიც ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონშია. ეხლა ხდება გადახედვა სიების შემოსული უბნების განცხადების. ანუ აქ რა შემოდის, აი რომ აქ ნახო. შემოდის უბანი უკვე დამზადებული, რომელიც ალწერილია. ანუ რეგისტრატორის მიერ რა მოაქვს რეგისტრატორს, რომ ანახოთ? სია. სიები. ხო, ეს მაინტერესებს. 1-დან 174-დან. ეს არის დარღვევები, ხო? ორი რაღაცით დადი შალვარი. ხო, ეგ მაინტერესებს რა.
სიით, რომელსაც ჩვენ მივაბით ჩვენი ბლანკი, ეს საიდან აიღეთ? ეს არის კაციტაძის მიერ მოწოდებული ოღონდ რეესტრისია. ოღონდ გადაუმოწმება. გადაუმოწმება. კი ბატონო. ეს არის სია, რომელსაც თან ერთვით ჩვენი ბლანკი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გამოვაქვთ ოჯახებიდან. გარდაცვლილია, უცხოეთში მყოფია, დაუდგენელია, კონტაქტი აყალიბება და ასე შემდეგ. და ეს არის განცხადება, მეორე დოკუმენტი, რომელსაც წერს ამორჩეველი თუ აი მაგალითად მოქალაქე ანა გვარს არ ვასახელებთ, განცხადება, მოდი აი ამოვიღოთ, რა წერია? აბა რა წერია, აბა ნახოთ. მონიშნულია. არ არის შაზე ხარ. ეს სულ არ არის ეს არ არის ეს ერთი უბნია, ხო? შედავში, რამდენია? აი არ არის, ხო? აი ეს ეს გარდაცვლილებია, ეს აი ეს არის დაუდგენელი პიროვნება. რას ნიშნავს პიროვნება დაუდგენელი, რას ნიშნავს? პიროვნება მისამართზე და ვერ ადგენენ ჩვენ არც მეზობელი მარიცის იმის შესახებ ინფორმაცია. ვერ შედის, ხო? არა, ვერ შედის ერთი ან ფაქტორია, არის ძველი მაცხოვრებელი ძალიან 10 წლის წინ რომ ცხოვრობდა და ან საერთოდ დაუდგენელია მიწერილი ვარიანტი. ეს არის 72-ე უბანში 65 ადამიანია დაუდგენელი. აუ. ჯოვადილი მდგომარეობა ისანში. ერთ რაიონზე პარასკევის მდგომარეობა 30960. ამდენი ამორჩეველი რეგისტრირებული, ხო? არა, ამდენი არის გავლილი უკვე. გავლილი, ბატონო. ამ ეტაპზე. სიაში აქედან არ არის ამდენი გარდაცვლილია ამდენი უცხოეთში რამდენია, ნახე რამდენია. დაუდგენელია 700. დაუდგენელი კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, კარგად ვერ გავიგე, დაუდგენელი. მიწერილი, ნახე რამდენია უცხოეთში რა. თქვენ დადიხართ, ხო? თან უბან არა? ესეთ შეკითხვა. კარდაკარის მონაწილეებს აქვთ ესეთი ჩივილები, ოღონდ თქვენი კარდაკარის არ ვიცი. მაგალითად ოცნების. რომ ცოტა აგრესიულად ფლებიან ზოგიერთ უბანში და ეგრეა? თქვენთან ჩვენთან ვერ ვიტყვით რომ ძალიან დიდი რაოდენობა ასეთი ძალიან მცირე რაოდენობა ვინც თქვენ პირადად დადიხართ ხო? კი ბატონო, ვინ მზადებით პროფესიით? პროფესიით ვარ ინჟინერი. თქვენ? მე ვაკეთებდი განათლების კაციტაძის კომისიაზე. ასდუკი ქვია. იმის წარმომადგენლები თქვენ სადაც მიდიხართ, დამყოფები არიან? ზოგან არიან, ზოგან არა. ეხლა მე მაქვს ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუ გაინტერესებთ, ჩემს პირად ბინასთან დაკავშირებით. თქვენ სადაც ცხოვრობთ, ხო? კი, სადაც ვცხოვრობ, ეს არის თქვენ სახელი გვარი? ნინო კირვალიძე. სადაც ცხოვრობთ, აბა? ჩამოყაშვილის მეორე კვარტალი, მეორე კორპუსი, ბინა 42. აქ მაქვს ამონაწერი, რომ ეს პიროვნებები, ტატიანა და იური პაკები, 12 წელი უკვე აღარ ცხოვრობენ აბინაში და ამოეწერნენ, მაგრამ აი კონკრეტული შემთხვევა. ისე მყავს აი ამ სიაში. ეს ხო გასწორებული სია არ არის? ეს არ არის გასწორებული სია. და შეიძლება კაციტაძემ გაასწორა. მართალია, მაგრამ კაციტაძის კომისია ჩემინაში არ არის ნაპყრობი. რატო იქნებ თქვენ არ ახართ სახში და იმიტომ არ არის? ამ ბავშვია სახში, არ მეუღლია სახში. გამორიცხულია რომ ისეთ დროს მოსულიყვნენ, როცა თქვენ არ იყავით. შეიძლება ეგეთ რაღაცას მოხდეს, ხო? თქვა ნუ ჩავმარყავთ მიწაში, მაგრამ ძალიან ბევრია ეგეთი უბრალოდ რა. არა, ბევრია ეგეთი, გეთახმებით. და თქვენ აი რომ მიდიხართ, ეს ბეჯი გაქვთ, ხო? აი ესა. შედიხართ და ეკითხებით, ხო? გასაგებია. კარგით და საინტერესოა. მოვედით ესე იგი ჩვენ სად? ნავთლუღის ქუჩა 6/2. აქ ხართ ნამყოფი თუ არა ხართ? აქ ვართ ნამყოფი, მაგრამ ზოგან კონტაქტი ვერ შედგა. თქვენ პირადად ხართ ნამყოფი თუ? და აი სადაც კონტაქტი ვერ დგება, ეს საბჭოს აქილევსის კურსია. მივდივართ მეორეთ, ან მივდივართ მესამეთ. აი უკვე მესამეთ მივდივართ ეხლა. სამი გასვლა. დიახ, სამი გასვლა, მეტი უკვე აზრი აღარ აქვს. გამარჯობათ. ამომჩევოთანი გასიების დაზუსტების მიზნით, კაკიაშვილი მონა კაკიაშვილი მერაბ სწორად მოვედით. არ არიან ამ კაკიაშვილებზე არც გულობილოცოლე. ჩვენ 10 წელს გამარჯობათ. გამარჯობათ. 10 წელზე მეტია შევიძინეთ ეს ბინა და მოსკოვში ცხოვრობდნენ თან ესხავთი. გასულები არიან ესე იგი. გასულები არიან, კი მეუღლე ჩამოყავდა. კი, საჭმელი ბინაც კი მე გამოგიტანთ ახლა. საბუთებია თუ შეიძლება რომ შევადგინოთ განცხადება თქვენი სახელით რომ ეს პიროვნებები კაკიაშვილი და კაკიაშვილი მერაბი აღარ ცხოვრობენ. და გენეწოლა ეს ხო სიმართლე არ ცხოვრობენ და ჩვენი არის რეგულარული სახელზეა ბინი. ხალბატონონა, ერთ შეკითხვა უკვე მე. ნინო უკაცრავად. აი კაციტაძის კომისია რო არის ასდუკ, კაციტაძის კომისია, სიების დამდგენი. თქვენთან ამყოფი არის? აი მე ვერ გიტყვი, კი მოდიოდნენ აქ ყოველთვის და აღწერა მიმდინარეობა. აი ეხლა ბოლო 6 თვის მანძილზე. ნეოდი რომ აქ ვცხოვრობ ჩვენ. ბოლო 6 თვის მანძილზე იყვნენ თუ არა? ახალს იყო ერთი კვირის წინ. გამარჯობათ ბატონო. ორძანდებით. ჩვენ ესე იგი კარდაკარია, სიების დამდგენი კარდაკარი. საერთოდ იცით რა პრობლემა არის ამ ხელს და ერთ-ერთ თქვენს მეზობელთან სხვა არის ჩაწერილი და სხვა არის. ხო და იმას ვადგენთ და თქვენთან მაქვს ეგეთი შეკითხვა. თქვენთან აი კარდაკარი, კაციტაძის კომისიის კარდაკარი იყო? არა.
დარწმუნებული ბრძანდებით ქალბატონო? ხო, ანუ არა, ხო? აბა, რა ხდება? წარმატებულად შეაიერაში ჩვენმა შემოვლამ, უკვე მესამედ ვიყავით ამ ბინაში და დავხვდნენ მე პატრონეები, პაატა ბრეგვაძე არის, მე საკუთრე, რომელიც ჩაწერილია. ვიცი, ხო გადავიღეთ რა. კაკიაშვილი ნონა და კაკიაშვილი მერაბე, გავაკეთეთ განცხადება, ეს არის განცხადების ფორმა, რომელსაც შემდეგ უკვე ჩავაბარებთ და კიდევ არის აქ დაუდგენელი მისამართები? ძალიან ბევრია, მაგრამ იცით რა არის ბატონო შალვა, ერიდებიან ამ კამერებს და იმას თორე ქვეყანა ვარ. გავიგე, გასაგებია. ნახეთ, აი ეს რაც არის, ეს არის სულ დაუდგენელი და გარდაცვლილი. გასაგებია. არა, ნუ ესეთი საკმარისი. ახლა ჩვენ მოვედით სად? გამორჩეულთა ლიგის ანალიტიკური ცენტრი. იმდენი კარგი შენობა გამოვიარეთ, რომ მე მეგონა იქ იქნება, ნახე სად არის. ეზოში ავიძაღლია? ლევან ჩიკოიძე, ჩვენი დირექტორი. აბა? გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენი სატელეფონო ცენტრი. ამორჩეულთა ლიგა. ანუ ეხა ამოწმებს იყვნენ თუ არა? ძალიან დიდი მადლობა ბოდიშით რომ შეგაწუხეთ. იყვნენ? იყვნენ. ასაგები. ეს გოგონები რეკავენ იყვნენ თუ არა ამომრჩევი. ტელეფონები საიდან აქვთ? მითითებულია. გამორჩევარი ნახეთ, თომი. მონიშნული რაც არის, რა კატეგორიაც არის მონიშნული. ეს პროგრამაში შედის სპეციალურად. ხო, აბა როგორ აკეთებთ ხალბატონო? აქაც იგივე. ანუ ეს მოდის, ხო? საკუთზე რაც ნახეთ, სატელეფონო ოპერატორების გავლის შემდეგ, უცელი ამოდის და აქ იყო. ხო, აი აქ ხედავ. ეს რა არის? კონტაქტი ვერ მყარდება, ხედავ? იმყოფება უცხოეთში დაუდგენელი. და ამ ეტაპზე რამდენია შემოწმებული? ამ ეტაპზე აი ამ მონაცემების გარდა თბილისში რამდენია შემოწმებული? 192,000 შეამოწმეთ? ყველაზე რისკის შემცველი, აი წასულებია, გარდაცვლილები თუ აი ყველაზე დიდი პრობლემა სად გვაქვს? ყველაზე დიდი რისკის შემცველი ეს არის დაუდგენელი ეგრეთ წოდებული მიწერილი. რამ ბევრია? კი, ძალიან. აი რამდენი მაგრამ? აი რაც შეამოწმეთ იმდენში. პირველად მონაცემებში ქონდა სადღაც 13.7%. აკაც იგივეა. რა რამდენი არის? გამარჯობათ. კოკა, არა, გაქ ადგილი დავждები, მეც გავაკეთე. გიორგი, აღგზ ვითხოვ. თან ბიჭებიც არიან, გოგოებიც. გოგოების საქმეა ძირითადად. ამათ ხელფასი აქვს, ხო? ყველას. კი. ამათ ექნება ცხადია ყველას. ლეგალურად ყველაფერი 5-იანზე. ლეგალურად ექნება ყველას. ვინმეს არალეგალურად ექნება? არავის. ნაციონალურ მოძრაობას ხო? ნაციონალურ მოძრაობას სხვა შორის შევამჩნიე მე რაღაც. ხელზე ფულს ვიღებდითო და რაღაცებს იძახიან. რა ვიცი. ჩორტე ოზნაეთ. გუშინ საღამოს მდგომარეობით თბილისის მასშტაბით რამდენი იყო წასული საზღვარგარეთ? რამდენი პროცენტი? ნუ რამდენი ამჩეველი? 191,000. რამდენი? ასე გაკეთებული ხო? ხო. ეს არის ვისთან კონტაქტი ვისთან არ დამყარდა ამას რამდენი აღიწერა 152-თან შევხვდები 190-თან 150-დან 152,356 შევხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია დანარჩენებთან გააგრძელებენ კასტელის კომისიამ დადოსიები მე შენ შეადარე ბუნებრივად განსხვავებებზე რას იმოქმედებთ ჩვენ გაუგზავნით ყველა ინსტანციას მათ შორის მათ კომისიას ამ ფაქტებს შესაბამისი განცხადებებით და მტკიცებულებებით გამაგრებულს მას შემდეგ რაც მოურჩევით ამ სამუშაოს ეს 1 აგვისტოს იქნება უკვე იმათისია მზად ისე რომ იცოდეთ ჩვენ იქნება ეს ფსია თბილისში გექნება ხო და შეუდარებთ რა კი ბატონო შევადარებ და გავაგზავნით მტკიცებულებებით პერსონალური მონაცემების ჩათვლით ყველა ამ ინფორმაციას რა აი შენ სიაში ეს რო არის ან ეს რო არ არის იდენტიფიცირებული იქნება ყველა უზუსტობა და იქნება გაგზავნილი რა ხდება ბაბუა რა არის არ გიღებენ იურიდიულ დეპარტამენტში დარეკეო და გაქცევენ პასუხი ხო საიდან უნდა დარეკო აბა მოიცა გამარჯობა ჩალვარამიშვილი გაწუხებთ თქვენ დაცვა ბზანდებით თუ პრესსამსახური თუ ვინ უკაცრავა დიდი ბოდიში ვინმე კომპეტენტური პირი დამაკავშირეთ, იმიტომ რომ მე ვაპირებ განვახორციელო შეწირულობა პარტიისათვის. და მაინტერესებს კანონის ფარგლებში როგორ მოექცევა, რომ შემდეგ სამართალდარღვევა არ ჩავიდინო და ხო იცით ამერიკელებმა თქვეს რომ გამჭვირვალე გახადეთო ესო. და ვინმე დამალაპარაკეთ რომ მე არ იყოს პრობლემები. და ეგ რა ორგანიზაციაა? კონტროლის პალატაა, ხო? კი. და არ აწერია არსად რომ არის კონტროლის პალატა და რა ამას აწერია სადმე?
სადმე აწერია? თქვენ რა მოგიყვანათ ზიაკაცო, პრობლემა გაქვთ რამე? ჯერ კიდევ ვერ გავარკვევ ჩემი ამბავი. რა ამბავი რა? რა ამბავი? აქ ფულზედაც არის ამბავი, თანხაზედაც ლონდონის ბანკიდან. ფსიქიატრულ სამონტოფოზედაც არის. ვერ გავიგე რა, ლონდონის ბანკი რა შუაშია? რა შუაშია, იქიდან მომივიდა ფული და მალავე. თქვენ იბრძანდებით, დახმარება რომ მოგცეს და დაგიყადაღეს, ხო? დოლარზე გურამი ვარ მე, დაკადაღება არ არის, მეგარ არ დაგდებული. ინგლისიდან ის მიიღე ანდერძი? ანდერძი კან მივიღე, ფული მივიღე. ანაბრები ქონდა ინგლისში? ვის ქონდა ანაბრები? ვის ქონდა ანაბრები და ყოფილა ჩემ სახელდაღვარზე შეტანილი. ვინ შეიტანა? ვის შეიტანა წინაპრები ალბათ. შენმა წინაპრებმა? ვინ ყავდა ამისთან ეგ წინაპრები? რა ვიცი, ბებია, ბაბუა. ინგლისში რა უნდათ მე ბებიას და ბაბუას? ფრონტავიკები იყვნენ და რამე იყო. აქ რაზე ხარ მოსული? აქ ჩავაბადე 81 ფურცელი, სხვა პრობლემების იმაზე და გასაგებია. ზუსტად ისაა. დიახ. ანუ პრესამსახური დაკავებული არის და არ იქნებიან, იმიტომ რომ ქუთაისში არიან დასულები. რას ნიშნავს? ნომერი მომეცით, კაცო. ნომერი ჩვენ არ აქვს რამაგან. რას ნიშნავს? პრესამსახური დაკავებულები არიან, ქუთაისში არიან წასული, რას ნიშნავს? ბატონო ჩემო, დიდი ბოდიში. მე ხო ჟურნალისტი ვარ და პრესამსახურთან მინდა ურთიერთობა. გასაგებია. და თქვენ ხო უნდა იცოდეთ პრესამსახურის ტელეფონის ნომერი? ჩვენ არა გვაქვს სამწუხაროდ პრესამსახური. აბა აქ რა არის? კონტროლის პალატა არ არის აქ? მაგრამ ჩვენ არა გვაქვს არანაირი ტელეფონი. აქ არავინ არ არის ამ შენობაში? ამჟამად არა. არც იურიდიული სამსახური, არა, მარტო ნიძი ხართ? მე რა გაინტერესებს? იურიდიული სამსახური მინდა. იურიდიული სამსახური ერთი წამი დამელოდეთ და გაგირდე ყველა. აი. ძალიან უცნაური დაწესებულებაა. არავინ არ არის. მარტოზე ვარ თუ აქ ამ ყველა შენობაში. მამე ტოლები მაინც შეუშვით თქვენ კაიდეთ მამიშვილები. განცხადებას მე მქონდა უკ. მიდი მოითხოვე. მიაჭირე. მე რაღაც ეჭვმეპარება რომ შენმა წინაპრებმა რომ ინგლისიდან გადმოგიყვეს. მე რაზე მაქცევდე ნაპავი მაგინასაც. ეს აჭერია ზედა სამაშორობა. რა თანხაზია ლაპარაკი? თანხა ძალიან დიდი თანხა. რამდენი? 100 მილიარდი მე. 100 მილიარდი? გასაგებია. ეხლა ჩვენ დაურეკეთ და ერთი წამი არ ყვევენ და გეტყვიან გაქცემენ პასუხს. ანუ ვიღაცა არის შენობაში ესე იგი, ხო? შენობაში არ არის, ეხლა ერთი წამი და შენობაში არ არის. კარგით. ეს არის ძალიან მაგარი ორგანიზაცია, წარმოიდგინეთ. კონტროლის პალატაა და არც აბრაა, არც რამე შეშვების მექანიზმი რომ ვიღაცა იქ რესეპშენს დაელაპარაკო. კონტროლის პალატა, პირდაპირ მესერი. მიდე გაარკვი ხა პროკურატურა, ციხია, კონტროლის პალატა თუ რა არის? ისმენ არ არის ხო ჯერ პასუხი ბატონო ჩემო? არ არის პასუხი, გენაცვალე სამწუხაროდ რა. ძალიან ჩვენ ეხა უბრალოდ არც ტელეფონის ნომრები ვიცით ეხლა ნუ ამას. აი ზიხართ რასი, ანუ თანამშრომლები არ არიან აქ? არ არიან გენაცვალე. აი ეს სხვა დაწესებულება არის უკაცრავად აქ რამე? არ ვიცი, მე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ მე ჩვენ დაცვა ვარ და არ ვიცი. არა, ეს ხო კონტროლის პალატაა, სწორად ხო მოვედი, არა? კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა, პასუხს ვერ გაგცემთ. და თანამშრომლებიც არ არიან. არ არიან, მოდის გიხდით. კარგი, ზეგ რომ მოვიდე, ზეგ? ნუ არ მოგზანდეთ. ზეგ მოვალ მაშინ. კაი, ზეგ მოვალ აბა რა. ამის ძირფოსტელი მაყურებელო ჩვენი განცემა მთავრდება. ზეგ კი, მივალთ იქ. ნახვამდის.